კლინიკა ინოვა მასპინძლობს დღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ქირურგიული გაზაფხული 2026. ეს ჩვენი ტრადიციული შეხვედრაა, რომელიც სამწუხაროდ უკვე კარგი ხანია უკვე არ ჩაგვიტარებია, იმიტომ რომ ეს ტრადიცია შეწყდა COVID-ის დროს და არ აღდგენილა დღევანდელ დღემდე და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შეუძლებელია და ესეთი შეხვედრა აღდგა, იმიტომ რომ ამ შეხვედრას როგორც წესი ესწრებიან არა მხოლოდ ქართველი კოლეგები, არამედ ჩამოდიან ჩვენი კოლეგები სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც წესი მთელი ჩვენი პარტნიორ რეგიონი წარმოდგენილია და ჩამოდიან სპიკერები, ექსპერტები, თავისი მოხსენებებით, აი დღეს პირველი დღეა გახსნა და მოვისმინეთ უამრავი ძალიან საინტერესო მოხსენება, ვფიქრობ ეს რა თქმა უნდა სასიხარულო ამბავი ჩვენი დარგისთვის. დიდი მადლობა. დღევანდელი კონფერენცია ეძღვრება გინეკოლოგიურ ქირურგიულ სექტორს. არის ატონი ირაკლის და კლინიკა ინოვას დიდი დამსახურება დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. ეს კონფერენცია იწყება დაახლოებით 2013-14 წლიდან და მას შემდეგ ყოველთვის აერთიანებს ბევრ უცხოელ და ქართველ ექიმებს. დღითი დღე იზრდება ამ კონფერენციების საშუალებით ჩვენი პროფესიული განათლებაც. მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ ტარდება სასტუმრო ბილტმორში საერთაშორისო კონფერენცია ქირურგიული გაზაფხული 2026, რომელიც მიძღვნილია ქირურგიული გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს, განხილული იქნება ისეთი დაავადებები, როგორიც არის ენდომეტრიოზი, გენიტალური პროლაფსი, ონკოლქირურგია და ასე შემდეგ. ჩემი მოხსენება ეძღვნება საშუალოსნოს მიომების ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებს. ეს არის საშუალოსნოს მიომების რადიოაბლაცია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჰოსპიტალს მხარდაჭერისთვის და აქტიური მონაწილეობისთვის ჩვენი ქირურგიული ცხოვრების განმავლობაში. დიდი მადლობა.